ღმერთი დაგვეხმარა, გვეხმარება თითოეულ ჩვენგანს და ღმერთი ეხმარება მთლიან კაცობრიობას, რომ მოხდეს აი ამ მდგომარეობის, რომ სინდისი კარგად არ მუშაობს ჩვენში, ამ მდგომარეობის ლუსტრაცია. როგორ ხდება ეს? და დღეს ვისი ხსენებაა? იოანე ნათლისმცემლის. იოანე ნათლისმცემელს ჩვენ თამამად შეიძლება ვუწოდოთ კაცობრიობის სინდისი და ეს სინდისი საკმაოდ მძლავრად მუშაობდა. რა თქმა უნდა, იმ ვიწრო რეგიონში, მაგრამ ის რეგიონში ერთგვარი მოდელია მთელი სამყაროსი. რაც იქ გათამაშდა, მთელ სამყაროში იგივე ხდება და დღესაც იგივე ხდება. ანუ ის რომ თქვათ ეხლა 21 საუკუნე არაფერი არ იცვლება. იმდენად მძლავრი იყო ღვთისაგან მომიჭებული ენერგიის მიერ, ანუ მადლის მიერ იოანეს მამხილებლობა, ანუ იოანე როგორც სინდისი, რომ აი წარმოედგინეთ, სხვა შემთხვევაში რომ ღვთისგან არ ყოფილიყო ეს, ვინ მიაქცევდა იოანეს ყურადღებას? არავინ არ იცნობდა. მთელი ახალგაზრდობა სადღაც უდაბნოში გაატარა თავისთვის. საჭმელს ეგარ ჭამდა, სასმელს ეგარ სვავდა. ურთიერთობა არავისთან არ ჰქონდა. მეგობარი არ ყავდა. ნუ მერე მოწაფეები შეიძინა თავისთავად ცხადია. სხვათა შორის წმინდა მამები იოანეს ქრისტეს მეგობარსაც უწოდებენ, მაგრამ ეს შემდგომ ხდება უკვე, თორემ მანამდე ის არც ქრისტეს არ იცნობდა. ტანსაცმელი მას არ ეცვა. არ ვიცი ეხლა რამე ესეთი განსაკუთრებული ცივილიზაციის და კულტურის მწვერვალებს და მეცნიერების არ მწვდომია. ერთხელაც გამოჩნდა უცებ და საკმაოდ ენერგიულად დაიწყო ყველას მხილება გარშემო. და როგორი სიტყვებით ამხელს თუ გახსოვთ? თან მასთან როგორი ხალხი მოდის? ფარისეველნი, სადუკეველნი, მწიგნობარნი, მეზვერენი, მებაჟეები, მეომარი, მხედრები, ანუ ეს წარჩინებული ფენიდანაც, ელიტიდანაც იქ მერე ხო მეფესაც მიწვდება მისი ხმა და ეწყობა მეფეს გაივლის იქ და ანუ და ყველანაირი უბრალო ხალხიც. როგორ მიმართავს გველნო, ნაშოვნო, იქედნეთან საშნელი სიტყვებით მიმართავს. და მე იმეც კი არ აძლევს. ვინ გიჩვენათ თქვენ სილტოლა მომავალისა მის სასჯელისაგან? ყავთ უკვე ნაყოფი სინანული. ესენი ეს მოსვლა მე მოდიან შეძრწონებული. აი, რამ შეაძრწონა ეს ხალხი? რამ შეაშფოთა? ან მეფემ რა დიდი ყურადღება მიაქცია, ხო, განსაკუთრებული. იფიქრებდა ვიღაცა გადარეულია და არც მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ არა. მთელი ისრაელი შეიძრა, შეიძლება ასე ითქვას. რატომ? იმიტომ რომ ის იყო სინდისი მაშინ ისრაელიერისა, შესაბამისად მთელი კაცობრიობისა დღესაც რო უყურებ, ის არის სინდისი. და მისი თავის კვეთა ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობამ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. მან არ მიიღო იოანეს სინამდვილე. იმიტომაც იყო, რამდენი მოწაფე ყავდა იესო ქრისტეს, მხოლოდ 500. და ეს მდგომარეობა კი არ შემსუბუქებულა, ერთი პერიოდი შემსუბუქდა, როცა ქრისტიანობამ დაიწყო ზრდა და გარკვეულ აპოგეას მიაღწია და შემდეგ დღეს აი აპოსტასიის ან სრული განდგომილების პერიოდი რო იწყება, ესქატოლოგიური მოვლენები ვითარდება და შესაბამისად კაცობრიობა შეგნებულად უკვე გაქრისტიანებული კაცობრიობა უარს ეუბნება ქრისტეს და რა თქმა უნდა დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა ვიდრე მაშინ. ამიტომაც ჩვენ იოანე ნათლისმცემლს თავს კვეთავთ მუდმივად. არა მარტო წარსულში, არამედ დღესაც ყველგან საქართველოშიც თავს კვეთავთ ჩვენ იოანე ნათლისმცემლს.